მადლობა ალექს შესავლისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია, რომ სცენაზე ვიმყოფები ორ ძვირფას მეგობართან ერთად, რომლებმაც ბრძოლა გადაიტანეს ავღანეთში, ლიბანში, ერაყში და მტრის ხაზებს მიღმა არაერთ სხვა ოპერაციაში. და ბრძოლა გაუმართავთ ტელევიზიის წინაც. და არაჩვეულებრივი სამსახური გაუწევიათ ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოსთვის, განსხვავებით მრავალი სხვასგან. და ვფიქრობ თქვენ ორვეს ნამდვილად გეკუთვნით საოცარი აპლოდისმენტები. წინა კვირას გოლანის ძალებმა დაიკავეს ბოფორის ციხე. და შემდეგ რომ შეხედავთ ციხეს, ეს ულამაზესი ციხეა. ხოლო მიწის ქვეშ, როგორც დღეს ისრაელის ელჩმა აშშ-ში აჩვენა, მათ აღმოაჩინეს მთელი ფენა ჰეზბოლას სამალავისა, რომელიც აშენებული იყო არა იმისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა მოეწყოთ და 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა გაემეორებინათ, არამედ იმისთვის, რომ 10 ასეთი თავდასხმა მოეწყოთ. სავსეა იარაღითა და რაკეტებით, საბრძოლო გეგმებით, ყველა ისრაელის დასახლების რუკებით. და უმეტესობა ამას რომ უყურებს, ამბობს 240 მილი დაშორებით? არა. 24 მილი დაშორებით? არა. იონაცან, რამდენად ახლოა? კი, 8 კილომეტრი. კარი, გადაეთარგნე ეს მილებში, გაამრავლე 6-ზე. 4 და ნახევარი 6. 4250 4250 მილი დაშორებით. აი ეს ამანძილი. ამ მუხარის მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა ისრაელის ჯარებს ესვრის, სამწუხაროდ ისრაელ განცი, ბენიამინის საბჭოს ხელმძღვანელი, ახლახან წავიდა, რომ დაესაფლავებინა ერთ-ერთი ისრაელი ჯარისკაცი, რომელიც გუშინ მის თემში მოკლეს. ისრაელის შეერთებული შტატების თხოვნით ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დაიცვა ცეცხლის შეწყვეტა. და მაინც ჰეზბოლამ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა. და მიუხედავად ამისა, ისრაელს ზოგიერთი ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე უპასუხისმგებლოდ მოიხსენიებს. ისრაელს აგრესორადურად წარმოაჩენენ. ჩემი პირველი კითხვა თქვენ ორს ასეთია, რომელსაც ხშირად მისვამენ. შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და ამ გამარჯვებისთვის არ დაგვაბრალონ? დავიწყოთ თქვენით, პოლკოვნიკო კემპ. სანამ ამ კითხვას უპასუხებ, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივაგო პატივი ისრაელის თავდაცვის ძალების გამორჩეულ მამაკაცებსა და ქალებს. მე მინახავს, როგორ იბრძვიან ისინი და ვიცი, რამდენად განსაკუთრებულები არიან. ვიტყოდი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები დღეს მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული არმიაა. და რაც შეეხება კითხვას, შეგიძლიათ გაიმარჯვოთ ისე, რომ არ დაგადანაშაულონ? პასუხი არის არა. გნებალთ განარცოთ? ასე იოლად ვერ გამოძრებით. პოლკოვნიკო კემპი, თქვენ აქამდე ინგლისიდან ჩამოგიყვანეს. ვიფიქრე, ძალიან მოკლედ უნდა გვეთქვა. ისეთი მოკლეც არა. რაც არ უნდა იყოს. რეალობა ისაა, რომ ისრაელი არალეგიტიმური ქვეყანაა. ის არ უნდა არსებობდეს. მას აქვს არალეგალური დასახლებები, არალეგალური ოკუპაცია და აპარტეიდის რეჟიმი. ის ახორციელებს გენოციდს. ის მტრებს ამშიორებს ბრძოლის ველზე. და შესაბამისად, ყველაფერი, რაც ისრაელს ემართება, თუ ვინმე ისრაელს თავს დაესხმება, მათ ეს დაიმსახურეს. ყველაფერი, რასაც ისრაელი აკეთებს თავის დასაცავად. ისინი არიან დამნაშავეები. ასე რომ არა, ეს ფაქტების საკითხი არ არის. ეს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების აღქმის საკითხია. ორმაგი სტანდარტების ორ ბოლო მაგალითს მოგიყვანთ. პირველი არის ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს X-1000 მშვიდობიანი მოქალაქე ღაზაში. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ომში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა, მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ეს სამწუხაროა, მაგრამ ასე ხდება. და ამის გამო ისინი მთელ მსოფლიოში გააკრიტიკეს. ირანში თებერვალში გვითხრეს, რომ დაახლოებით 80,000 ირანელის საკუთარი ხალხის მიერ იქნა მოკლული. რა იყო პასუხი? არაფერი. არც მარში, არც პროტესტი, არც ძალადობა, მსოფლიოში არაფერი. და მეორე მაგალითი, თქვენი მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა სცადა დაემსირებინა ადამიანები, რომლებიც ფლოტილიით ჩამოვიდნენ, ლეგიტიმური ჰუმანიტარული ფლოტილიით, რათა იმედოვნებდნენ, რომ ღაზაში ჩააღწევდნენ. და ეს დაგმეს მთელ მსოფლიოში. ეს იყო საშინელება, ეს იყო ომის დანაშაული. მაგრამ იგივე ადამიანები, როცა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში, ესპანეთში, ავსტრალიაში და შესაძლოა სხვაგანაც, მათ საკუთარ პოლიციას ძალადობა და ცემა დაატეხა თავს. და სად იყო ამის დაგმობა? ეს ომის დანაშაული არ იყო, ეს უგულებელყვეს. ასე რომ, რაც არ უნდა გააკეთოს ისრაელმა, ყველაფერი არასწორია.
და სრულიად განსხვავებული სტანდარტები ვრცელდება მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაზე. Jonathan. ასე რომ ცოტათი გადაუხვევ ოთახში არსებულ ზოგად ტენდენციას. და ვიტყვი, რომ ალბათ ვერ შევძლებთ და არ მოგცემენ უფლებას, რომ გადამწყვეტ ომში დავამარცხოთ ჩვენი მტრები. როგორც ეს 1967 წელს გავაკეთეთ, რაც ბოლო შემთხვევაა, რაც ვიცი ან მახსოვს, როცა რეალურად შევძელით მტრის გადამწყვეტად დამარცხება. მაგრამ მას შემდეგ ვიბრძვით და მაქსიმუმ ფრეს ვაღწევთ. და ამის ნაწილი ჩვენი ბრალია. ნაწილი კი გარე გავლენებისა და შეზღუდვების შედეგია, მათ შორის ისიც, სადაც დღეს ვიმყოფებით. მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა, რომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ საკმარისად, რათა მოვიპოვოთ მხარდაჭერა და ჩვენი საქმე მსოფლიოს დავანახოთ. და რომ მივცეთ მსოფლიოს ათეულობით ან ასეულობით მილიონ ადამიანს, ვინც იცის, რას ამბობს პოლკოვნიკი კემპი, ვინც იცის, რას ამბობთ თქვენ, ვინც იცის ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით ამ ოთახში, რომ ისრაელი იბრძვის ძალიან ლეგიტიმურ ბრძოლას, ძალიან ლეგიტიმურ ომს არსებობისთვის, ბოროტების ძალების წინააღმდეგ. მაგრამ ისინი, მსოფლიოს ბევრი ადამიანი, ვისაც სურს ისრაელის მხარდაჭერა, რჩებიან რეალური ინფორმაციისა და არგუმენტების გარეშე, რომ წამოადგნენ და დაეხმარონ ისრაელს და იყვნენ ჩვენს მხარეს. იქნება ეს კანონმდებლები, უბრალო ადამიანებები თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქეები. და მე ვფიქრობ, რომ ისრაელმა უნდა და ეს არის მთავრობა, მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელის თავდაცვის ძალები. შენ და მე ორივემ ვიცით, რომ ბოლო 15-20 დღეა ისრაელის თავდაცვის ძალებს ინგლისურად ინტერვიუები არ ჩაუტარებიათ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ელოდებიან მითითებებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. ამ დროის განმავლობაში მედიის სივრცე მეორე მხარეს აქვს დაპყრობილი. და ზუსტად ისე როგორც ბრძოლაში თუ მტერს ვაკუუმს დაუტოვოთ, ის ამ ვაკუუმს შეავსებს. თუ შენ არ იბრძვი, თუ იქ არ ხარ. მიმართავ, აყალიბებ მოვლენებს, უძღვები ნარატივს და ჩვენს ენაზე რომ თქვათ, ჟურნალისტებს იწვევ, აწვდი ინფორმაციას, აჩვენებ რა ხდება და იბრძვი. როგორც უნდა ვაკეთებდეთ მედიაში, მაშინ ვერ მოველით, რომ მოგცემენ გამარჯვების საშუალებას. და ვფიქრობ, დიახ, ვეთანხმები იმას, რასაც პოლკოვნიკი კემპი ამბობს. ეს ძალიან სწორია, მაგრამ უნდა ვეცადოთ უკეთესად. მოვიხედავ საათზე და მინდა კიდევ რამდენიმე კითხვა ჩავატიო აქ. აღქმა თუ რეალობა? ისრაელი გლობალურად იზოლირებულია. აშშ-ში ჩვენი ერთადერთი მოკავშირეა და ჩვენ სრულად ვარ დამოკიდებული აშშ-ზე. მათ გარეშე კი ჩვენ განადგურდებით. გამოიცანეთ, ვინ თქვა ეს? პოლკოვნიკი კემპი. დონალდ ტრამპ. ახლოსა. ძალიან ახლოს, კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს, მისი მოადგილე. რას ფიქრობთ? აღქმა თუ რეალობა? მე ვფიქრობ, ეს უფრო აღქმა ვიდრე რეალობა. და ჩვენ მოვისმინეთ წინა პანელისტებისგან და ასევე ელჩი ჰაკაბისგან. ჩვენ ცოტა მეტი მოვისმინეთ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის რეალობაზე. მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ისრაელისთვის ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა ისრაელისთვის. მაგრამ ისრაელს მსოფლიოს გარშემო ბევრი სხვა მოკავშირე და მეგობარი ხავს და განსაკუთრებით აქ და სულ უფრო მეტად ახლო აღმოსავლეთში, ასე ვიტყოდი. და იცით, ჩვენ აბრაამის შეთანხმებების შესახებ ვიცით. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ აბრაამის შეთანხმებები კიდევ უფრო განვითარდება და ისრაელს მეტი მეგობარი გაუჩნდება. და ისრაელის მეგობრებმა და მტრებმა ახლო აღმოსავლეთში ნახეს ის განსაკუთრებული გზა, რომლითაც ისრაელმა ეს 7 ფრონტიანი ომი დიდი ეფექტურობით იბრძოლა. იცით, ძალიან მძიმე, ბევრ შემთხვევაში საშინელი პირობების მიუხედავად. და ისინი ამას პატივსცემენ და ამას დაინახავენ. და მათ ეს უკვე ნახეს და ისრაელს დახმარებას თხოვეს იმაში, რაც გააკეთეს. ასევე არიან სხვა ქვეყნები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ისრაელს დახმარებასა და ხელმძღვანელობას თხოვენ. და ვფიქრობ, არის ერთი რამ, რაც ვიღაცამ ადრე ახსენა. რომ კალამი მახულზე ძლიერია, რაც ლიტონმა თქვა. არის ძალიან ცნობილი ამერიკელი გენერალი, სახელად დაგლას მაკართური, რომელმაც თქვა, ვინც თქვა, რომ კალამი მახულზე ძლიერია, არასდროს შეხვედრია ავტომატურ ცეცხლს, რაც ვფიქრობ ალბათ სიმართლეა. და მე მჯერა, რომ ისრაელის ქმედებები
უფრო მეტად ვიდრე ის ნარატივის ომი, რაზეც ჯონათანმა ისაუბრა და PR-ი და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისრაელის ქმედებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს. ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას მოიპოვებს. ასევე მოიპოვებს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას, მათ შორის ევროპიდანაც. ევროპა ძალიან სახიფათო მდგომარეობის წინაშე დგას. ევროპა მომდევნო წლებში დასავლეთ ევროპაში, მთელ დასავლეთ ევროპაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში ფართო მასშტაბიანი ძალადობის წინაშე დადგება და ალბათ სამოქალაქო ომის მასშტაბამდეც კი მივა. ეს ქვეყნები მხარდაჭერისთვის ისრაელისკენ გაიხედავენ. ისინი უკვე ასე იქცევიან. რუსული დრონებისა და რუსული ბალისტიკური რაკეტების საფრთხეს ევროპისთვის პასუხი არ აქვთ. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. უკრაინას აქვს, მაგრამ ისინი ამ პასუხს ისრაელში ეზრაელში ეძებენ. ვიღაცამ ეს უკვე ახსენა ადრე და ეხლა გავიმეორებ. ლაპარაკობ როგორც გოი, უბრალო გოი. ებრაელები დედამიწაზე იმისთვის არიან, რომ ხალხებისთვის სინათლე იყვნენ. და ისინი არიან ისრაელი არის ეს სინათლე, როცა თავის ქვეყანას იცავს. და მე ვფიქრობ, განსაკუთრებით არა მხოლოდ სამხედრო ტექნოლოგიებში, არამედ იმაში, თუ როგორ აჩვენეს ისრაელის თავდაცვის ძალების IDF იმ განსაკუთრებულმა კაცებმა და ქალებმა მსოფლიოს როგორ უნდა იბრძოლო. და ბევრი ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, რომლებიც ამ ძალადობას შეეჯახებიან, ისრაელს შეხედავენ, რომ ნახონ, როგორ აპირებენ ისინი ბრძოლას. ასე რომ ნარატივი ერთი რამეა, მაგრამ მოქმედება ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. Jonathan დარჩენილ დროში მოგვეცი შენი პასუხი. მე ვფრთხილობ ისრაელის პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც კამპანიაში აცხადებენ, რომ ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებლები აშშ-სგან. მომეჩვენება, რომ ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა, რადგან არ ვფიქრობ, რომ ისრაელს შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ისრაელში დამზადებული პლატფორმებით. ჩვენ არ ვაწარმოებთ F-25-ებს, ჩვენ არც ერთ F-ს არ ვაწარმოებთ. და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეზღუდულები ვიყავით, რომ ქონოდა სრულად დამოუკიდებელი სამხედრო ინდუსტრია. და თუ გულწრფელები ვიქნებით, ისრაელის ეკონომიკა და ჩვენი შესაძლებლობა, რომ ვაწარმოოთ მძიმე პროდუქცია, როგორიცაა სამხედრო საქმეებისთვის საჭირო ნივთები, უბრალოდ არ არსებობს. შეიძლება მომავალში ეს შესაძლებლობა გქონდეს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ისე თითქოს ეს შესაძლებელია, სანამ აშშ-დან შემდეგ მემორანდუმს მოვაწერთ ხელს, არარეალისტურია. ამიტომ მე ამას პირიქით ვითხოვდი და ვითხოვდი, რომ ნამდვილად ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ღირსებას ბრძოლის ველზე. და შრომის მოყარე ხალხის დამსახურებით, რომლებიც ძალიან მშრომელები არიან, დიდხანს მუშაობენ, ქმნიან ამ ძლიერ ეკონომიკას, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე მსახურობენ რეზერვში და შეუძლიათ ეს ყველაფერი ზრდიან ჩვენს MŠP-ს, ექსპორტს და ბევრ სხვა რამეს. და ეს ნამდვილად უნდა იყოს დამაჯერებელი პასუხი იმაზე, ვართ თუ არა დამოუკიდებლები. მაგრამ ნუ აურევთ თავს და ნუ გავაკეთებთ მარტივ ბავშვურ საქციელს, რომ თქვათ, კარგი, თუ არ გინდათ ჩვენი მეგობრობა, მაშინ ჩვენც არ გვინდა თქვენი მეგობრობა. ისრაელი ასეთ მდგომარეობაში არ არის. ვფიქრობ, ეს უპასუხისმგებლო იქნებოდა და მგონია, რომ უკეთესი იქნება თუ სხვანაირად მოვიქცევით. და ვფიქრობ, აშშ-სა და ისრაელის ალიანს უფრო მეტი სარგებელი მოუტანს თუ გაუსვამთ ხაზს იმ დიდ სიკეთეს, რასაც ისრაელი აშშ-ისთვის აკეთებს, როცა მის მხარეს იბრძვის და როცა ამერიკული იარაღის სისტემების საუკეთესო პოპულარიზატორია, რაც კიდევ არსებობდა. ჩვენ ვიბრძვით ამერიკული იარაღის სისტემებით და ვამარცხებთ ყველა იმ მტერს, ვინც აშშ-ს ჰგავს. აშშ-ს და თუ მე ამერიკელი იარაღის შემქმნელი ვარ, არ მჭირდება ბევრი შრომა იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად კარგია F-35 რუსეთში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ. უბრალოდ ვამბობ, შეხედეთ ირანს. და თუ მე ვარ რუსული S-300-ის ან S-400-ის გამყიდველი, სერიოზული პრობლემა მაქვს. და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ვიშრომოთ. არ უნდა ვიყოთ შეურაცხყოფილები, არამედ უნდა დავდგეთ მტკიცედ, ვიცოდეთ ჩვენი ფასი, შევხედოთ ჩვენს კოლექტიურ მიღწევებს, როგორც ხალხს, როგორც ერს. და შემდეგ მოვითხოვოთ ის დამსახურებული ადგილი მაგიდასთან, როგორც აქამდე იყო აღნიშნული. როგორც პარტნიორი, არა როგორც ვინმე, ვინც ამხრივ დაბალია, არამედ ნამდვილად მოვითხოვოთ პარტნიორობის ის დონე, რადგან ეს დავიმსახურეთ. მაგრამ არ ვეძებდეთ გზებს, რომ ვიყოთ ბოროტები და არ ვიგზნოთ შეურაცხყოფა და აუფიქრებელი კომენტარებით, რომელსაც გააკეთებს ნებისმიერი პოლიტიკოსი ატლანტის ოკეანის ამ მხარეს თუ იმ მხარეს. დიდი მადლობა თქვენ ორივეს.